ბერმუდის სამკუთხედი, გაუჩინარების საიდუმლო. ატლანტის ოკეანეში არსებობს ადგილი, რომლის შესახებაც ლეგენდები და საშინელი ისტორიები ათეულობით წელია ვრცელდება. ეს არის ეგრეთ წოდებული ბერმუდის სამკუთხედი, იდუმალი რეგიონი, რომელიც ფლორიდას, ბერმუდასა და პუერტო-რიკოს შორის მდებარეობს. აქ დაუჯერებელი სიხშირით ქრებიან გემები და თვითმფრინავები, ხშირად ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე. ისტორია იწყება ჯერ კიდევ ქრისტეფორე კოლუმბის დროიდან, როდესაც მისმა ეკიპაჟმა უცნაური ნათებები ცასა და ზღვაში შენიშნა. თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ბერმუდის სამკუთხედი განსაკუთრებით ცნობილი გახდა 1945 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების 5 ბომბდამშენი, ეგრეთ წოდებული ფრენა 19, სავარჯიშო მისიის დროს უკვალოდ გაქრა. მათთან საკომუნიკაციო კავშირი მოულოდნელად შეწყდა, პილოტების ბოლო სიტყვები კი ქაოსსა და უცნაურ მოვლენებზე მიუთითებდა. მოგვიანებით სამძებრო სამუშაოებში ჩართული ერთი თვითმფრინავიც იგივე ბედს ეწია. გაუჩინარებების ასახსნელად უამრავი თეორია არსებობს. ზოგი მათ უცხო პლანეტელთა აქტივობას მიაწერს, ზოგი ატლანტიდის დაკარგულ ტექნოლოგიებს, ზოგი კი წყალქვეშა ვორტექსებს ან დროის ანომალიებს. მეცნიერები კი უფრო რაციონალურ ახსნას გვთავაზობენ. მაგნიტური ანომალიები, მეთანის გაზის უეცარი ამოფრქვევები, ძლიერი ქარიშხლები და ოკეანის დინებები. თუმცა ვერც ერთი თეორია